დაგლოცოთ უფალმა. მამო, აი სად არის ჩვენი სიმართლე მაგალითად და თუ შეიძლება ჩვენი სიმართლის გამო მოვითხოვოთ ან ღმერთს გაუნაწყენეთ სიტყვაზე, რომ აი მე კარგად ვიცხოვრი, სწორად ეკლესიური ვარ და აი რატო ვისჯები ან რაღაც ეგეთი მსგავსი კითხვები თუ შეიძლება ზეცასთან. ეს არასწორი მიდგომა უფალთან მიმართებაში, რა თქმა უნდა. ხშირად ადამიანს ეშმაკი ატყუილებს, რომ აი შენი სიმართლე ღვთის წინაშე დიდია და ამ დროს უფლისთვის მისი სიმართლე შეიძლება საძულველი იყოს. აი ხშირად ახლა ამას წინათ საუბრობდით, რომ უკვდებოდა ერთს ახლობელი და უფალო გეხვეწები, რაც სიკეთე გაკეთებული, ამას მოახმარდა, ეს გადარჩეს და მე არაფერი არ მინდა. მესმის რომ ეს ისეთი გულით ამბობს და ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანს ცოტა მეტი სიბრძნე ჭირდება და ეს სიბრძნე რაში მდგომარეობს, რომ ღმერთს მისი ახლობელი, რომელიც ცუდად არის, მილიონჯერ მეტად უყვარს, ვიდრე თვითონ ამ ადამიანს. მილიონჯერ უკეთეს ის მისი მომავალი და რასაც უფალი თავის ყოვლის შემძლეობით გადაწყვეტს, ეს არის აი ამ მომაკვდავი ადამიანისთვის საუკეთესო. რადგანაც ცოტა უფრო ადრე, ცოტა უფრო გვიან მისი გასვლა ამ ქვეყნიდან შეიძლება იმ ადგილას ვერ მოხდებოდა, სადაც იმ ადგილას მოხდა, როცა უფალმა თავის დროზე გაიყვანა. ასე რომ უფალი რასაც აკეთებს, თავის კაცთმოყვარეობიდან აკეთებს ამას ყველაფერს და ეს უნდა გვახსოვდეს, რომ არასოდეს ჩვენ ღმერთზე მეტად ვერავის ვერ შევიყვარებთ, ღმერთს რო უყვარს და ამიტომ ღმერთს უნდა მივენდოთ და ის სიმართლე, რაც შენ კითხე, რომ აი ადამიანს თავის სიმართლე, ზოგჯერ ეს სიმართლე უფლისთვის საძულველია. ხშირად მიწევდა ხოლმე ციხეებში შესვლა და ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ აი მე რაზეც ვზივარ, რომ ეს არ ჩამიდენიაო. და ის თავს იმართლებდა, მაგრამ მე როდესაც მე ცოტა ჩაუღრმავდი და ვკითხე, რომ კაი, აი ამ შემთხვევაში არა, მაგრამ შენ ხო ვაჭრობაში მუშაობდი, შენ ხო ესეთი რაღაც ხო ბევრჯერ, კიო, ესეთი რამე ბევრჯერ გამიკეთებიაო, მაგრამ რაზეც დამიჭირესო, მეო, ისევ არ დამიშავებიო. მაშინ ჩათვალე, რომ აი რაზეც არ დაგიჭირეს და გაცილებით მეტი ჩაიდინე. ჩათვალე, რომ ამის გამო ზიხარ და არ ჩავარდი დრტვინვაში და ღმერთი არ დაადანაშაულო. პირიქით ღმერთს უყვარხარ და აქვე ამ ქვეყანაზევე მოინდომა შენი განთავისუფლება ამ ცოდვისაგან, იმიტომ რომ იქ ამ ცოდვით არ წახვიდე სასამართლოზე, სულიერ სასამართლოზე, საშინელ სასამართლოზე და მადლიერებით მიიღე ეს ყველაფერი და შენი სიმართლე, რასაც შენ ამბობ, ღმერთისთვის საძულველია. ღმერთს თავის სიმართლე აქვს და ზოგჯერ უფალი თავის სიმართლით უშვებს ადამიანზე, რომ უსამართლობა ეშვება ამ ადამიანზე. და ეს უსამართლობა რატო ეშვება, იცი? რომ თუ კი ეს ადამიანი თავდაბლობით, მოთმინებით, უდრტვინებლად წუწუნის გარეშე მოითმენს, მას დიდი ჯილდო ელოდება. და რა ვიცი, ხშირად ჩვენ ვდრტვინავთ და წუწუნებთ, რომ აი ესე რატო მოხდა და ისე რატო მოხდა და ამ დროს ერთია სათქმელი, დიდება და მადლობა უფალო ყველაფრისთვის, რადგანაც უფალმა წინასწარ ყველაფერი ჩვენთვის კარგი განიგულა და რასაც უშვებს, ეს ყველაფერი ჩვენი სული საცხოვნებლად ეშვება. ღმერთმა მოგცეს ამის გააზრება ბოლომდე. ამინ. აი მამა, ხშირი შემთხვევა ხოლმე, რომ ძალიან ბევრი რამ გააჩნია ადამიანს, მაგრამ მე უცბად ვიღაცის სიკვდილი საერთოდ ყველაფერს უუფასურებს რა. აი ქონება ყველაფერი რჩება ოხრად. ამ შემთხვევაში მამა, აი როგორ უნდა უყუროთ? აი ერთი დღე ხო ყველას გაუთენდება ის, აი თუნდაც სარეცეს რომ მიეჯაჭოს ან რაღაცა, რომ აი ეს იქნება მეორე და მეათე ხარისხოვანი. აი ეს როგორ უნდა ვიცოდეთ წინასწარ, რომ მე ამ ტკივილს ავერიდოთ? ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სიკვდილისთვის. წინდა მამები გვირჩევენ, რომ ისე იცხოვრე, რომ ყოველი დღე თითქოს შენთვის უკანასკნელი დღეაო და თუ ჩვენ ისე ვიცხოვრებთ, რომ აი დღევანდელი დღე მაგალითად უკანასკნელია, ხო?
არავის არ ვეჩხუბებით, ყველა შეურიგდებით, არავისთვის არ დაგვენანება რაღაცეები, რაღაც სუფლის მოწიწებით, ღმერთო მიშველი, ღმერთო მაპატიე, ღმერთო, აი ესე ვიქნებით და აი ეს გააზრება, რომ თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი დღეა, არის ძალიან ძალიან დიდი იარაღი აი ეს სულის ცხონებისთვის. დიდი მადლობა. გაიხარეთ.